ეს არის სიხარულის ხვის მწუხარებასა ზედა. ოთარჭილაძეს აქვს შესანიშნავი ლექსი, შენ რატომ უნდა გეძინოს მშვიდად თუ კი მე ვწევარ სისხლის ხუბეში, ან პირიქით, რატომ უნდა გეძინოს ცუდად თუ მე რაღაცით ვარ ბედნიერი. ასე გამოჩნდა დღეს ჩვენ საზოგადოებაში საოცრად სიხარული იმის გამო რომ დაგვაც სანქცირეს ჩვენ ორი ტელევიზია ჩვენი ტელევიზია ჩვენს სამშობლოში და იცით როგორი სიტყვებია ნახმარი აი იმ თავისუფალ სივრცეში მედია სივრცეში როგორც სიკვდილი როგორც კუბო როგორც საფლავის ქვა როგორც წევლა ზიზღი აი ასეთი ტერმინები ასეთი გახარება შენი ქვეყნის მოსახლეობის შენი ტელევიზიის არ გავმიჯნავ, ეხლა არანაირ კეთილშობილებაზე განსაკუთრებულზე თავს არ ვდებ, მაგრამ წარმოუდგენლად მეჩვენება, რომ მივცე ჩემ თავს უფლება, ჩემს კოლეგებზე, ჩემს თანამემამულეებზე, ვწერო ასეთი სიტყვები, იმედში ხალხნო მუშაობენ ახალგაზრდები, მაჩალიკაშვილის მამას მივმართავ, გამწარებულ მშობელს, ახალგაზრდები შესაძლებელია, რომ ამ ახალგაზრდების სიკვდილი ისურვოთ, ამოწყვეტა ისურვოთ, წამება ისურვოთ, დაწვა ისურვოთ, როგორ შეგვიძლია ჩვენ საქართველოში ერთმანეთის შვილების დაღუპვა და საფლავის ქვებზე ვწეროთ. ეს წარმოუდგენელია, ეს არის სახის დაკარგვა, ეს არის ზნეობის დაკარგვა, ეს არის ქვეყნის გახლეჩა. ეხლა ძალიან მიყვარს პოეზია და ისევ სულ რასაც გვასწავლიდნენ ჩვენ გაგზარდეს ამ ლექსებზე რომ ქართველი რომ ქართველს ესვრის საქართველო დამარცხდება ქართველი რომ ტყვიას ესვრის ტყვია ქართველს არაცდება ამას თუ არ გავიაზრებთ ჩვენ დავიღუპებით ვერანაირი ბრიტანეთის სანქცია ჩვენ ვერ დაგღუპავს ხალხო ვის წევლით ვის დებთ საფლავის ქვის ქვეშ გააცნობიერეთ ეს ჩვენი შვილები არიან ჩვენი მომავალია ჩვენ ერთად უნდა ვიცხოვროთ ეს არის წარმოუდგენელი მეორე სუვერენიტეტი ახსენა ჩვენ გვესმის რა არის სუვერენიტეტი ჩვენ პირველად დავიწყეთ რეზი ნამდვილად სწორია ვერ ვაცნობიერებთ მე მივდივარ და ვთხოვ უცხო ტომელს ადრე რუსი იყო ეს ხომ დავანებოთ ამ რუსეთს თავი უცხო ტომელს სად დიდ ბრიტანეთში რას ვთხოვ რომ დამეხმარე რომ მე მოვიდე და ის იმას რაც გინდა ის უკვე გინდა დასანქცირე და გინდა ამოდეს საფლავის ქვის ქვეშ ეს არის კატასტროფა ამას დავუფიქრდეთ რას ვწერთ რას კადრულობთ რის უფლებას ვაძლევთ ჩვენს თავს ჩვენ გვყავს შვილები და შვილიშვილები იმათ დახვდებათ ეს ყველაფერი რას ვუტოვებთ იმათ ეს ყველა ჩვენგანი საფიქრალია მე აგერ შესანიშნავი ფსიქოლოგი ბრძანდება და ვკითხოთ რას ნიშნავს ეს ლატენტური სურვილი პატრონის ძიების რამას ლატენტური რომ მე შენ უნდა დამეხმარო ოღონდ რაში უნდა დამეხმარო ქვეყანა რომ ფეხზე დავაყენო კი არა ეს რომ მოვკლა მიუჩინო ადგილი და მე მოვიდე ეს არის გეხვეწები რა აი გაშალე ეს რალტოლვა რა პატრონყმული ჩვენ გვეუბნებია რომ პოსტსაბჭოთა და სოვიეტიკო დიახ სოვიეტიკო ძალიან კარგად ვაცნობიერებთ სოვიეტიკოდან მომავალი ხალხი ძალიან კარგად ვისწავლეთ ის ფსიქოლოგია და შენს კოლეგებსაც მიმართავ რალტოლვა ეს ვეძებო ვიღაც პატრონის ძიება იმისთვის რომ დავმარხო ჩემი კოლეგა და მე კიდე ერთს და ეს არის არა კოლეგი აუცილებლად ეს თემა შენ გააგრძელე და უკეთესად იცი რა თქმა უნდა და არა კოლეგიალობა გისმის ეს საოცრება რატომ ჩვენ ხო გვასწავლიდნენ ამას ჩვენ გვასწავლიდნენ და ჩვენ ამას ვაკეთებდით კოლეგას განსაკუთრებულ პატივს ექიმებში იყო ესა ექიმები ექიმებს მასწავლებლები ჟურნალისტები რა დაგვემართა ხალხმა რა დაგვემართა გადავშენდით თუ რა არის გადაშენების პირას ინგლისი შეგვიწყობს ხელს ეს ყველაფერი ჩვენ ხელს შეგვიწყობს ჩვენს მტერს აწყობს რომ ჩვენ კარგად გაგვთიშოს გაგვათი უკვე ვართ ასე ქუჩაში გამოსვლა მეშინია ქუჩაში რომ შეურაცხყოფა არ მომაყენონ და ის თვითონ
იმან არ დაკარგოს სახე. ასე რომ ერთადერთი ჩემი მოწოდება დავუფიქრდეთ რას წერთ, რას ვლაპარაკობთ და ვინ არის ადრესატი ჩვენი ასეთი ბოღმის, ასეთი შურის, ასეთი შური არ შეიძლება, ნუ კარგი შური არა. შეიძლება შურთ კიდევაც ეს რეიტინგი, არ ვიცი, მე ხა რეიტინგი რო შეგშურდება, კარგად არ ახარ უკვე და